უმეტეს ბავშვები ძალიან სხვადასხვანაირად გამოხატავენ ემოციებს. ხო ესე ხა ჩვენ გვინახავს ბავშვი არის სევდიანი, მაგრამ იქცევა როგორც გაბრაზებული. რაღაცას შეიძლება აზიანებს, ვიღაცას შეიძლება უკაბინოს, ვიღაცას შეიძლება ნივთი ესროლოს, ან ნივთი დააზიანოს. რატო ხდება, საიდან მოდის ეს? ესე გამოხატავს ის თავის ემოციას, იმიტომ რომ ჯერ არ იცის, როგორ შეიძლება ემოცია გამოიხატოს სხვა ფორმით. აგრესია ესეც ეჭვიანობა, ნებისმიერი რამე უფროს ძმაზე მაგალითად რაც ნებისმიერი რამე. მე მგონი შენ ხე ვიღაც კონკრეტულ ისეთი სპეციფიკური ხარ, მაგრამ იცი რა, ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს. მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ის რომ ბავშვი შეიძლება ესე დარტყმით გამოხატოს. ნებისმიერი ემოცია შეიძლება. სიხარულით შეიძლება ბავშვი და ამ დროს შობელმა რა უნდა გააკეთოს? რა თქმა უნდა თავისთავად დარტყმა არ არის კარგი, მაგრამ ამ გამოხატვაც რო შეუშალო ალბათ, აი როგორ შეიძლება რომ მოიქცეს შეგონებით, ხა მე ვხედავ რომ შენ ხარ სევდიანი, მე მგონი, სევდიანი ხარ, რამეზე გაბრაზდი, რამეზე ხარ გაბრაზდი. მითხარი, აბა რა არ მოგეწონა? რა არ მოგეწონა? სად გაბრაზდი, სად ხარ სევდიანი? აბა ხელი დაიდე მაჩვენე, სად გაწუხებს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ემოციებზე ლაპარაკს, ზრდასრულებიც კი არა თუ ბავშვები. ლაპარაკი თვითონ არის თვითრეგულაცია.